ისთვის რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და JSI-ის მეთოდოლოგიის ციფრებს მიღმა იმ საერთაშორისო მართლება იმ დაწესებულებების სადაც გაკეთებას რეგიონებში არსებობს დაწესებულება აჭარის წარმომადგენელი ირის ბორჩაშვილის სახელობის დღეს ხდება მინიჭება პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე მიმდინარეობს წელიწადზე მეტი, განხორციელდა თბილისის სამიანო ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების შეფასება და შესაბამისად დონის მინიჭება. სულ 21 სამიანო ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შემოწმება მოხდა და დონე მიენიჭა მხოლოდ 16 დაწესებულებას. შეფასება განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პერინატალური რეგიონალიზაციის საბჭოს მიერ და საბჭოს გადაწყვეტილებით სწორედ 16 დაწესებულებას მიენიჭა შესაბამისი დონე. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა, რომელიც უკვე როგორც აღნიშნე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს საქართველოში, მიზნად ისახავს სამიანო ნეონატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და რისკის შესაბამის მოვლის უზრუნველყოფას თითეული ორსულისთვისა და ახალშობილისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მხარი დაგვეჭირა ჯანდაცვის სამინისტროსათვის რეგიონალიზაციის პროექტის გავრცელებაში ქვეყნის უფრო მეტ რეგიონში პილოტის დასრულების შემდეგ და ასევე რეგიონალიზაციასთან ერთად ხელი შეგვეწყო პერინატალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის კერძოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვით, რომელიც გულისხმობს სიკვდილსიცოცხლის მიჯნაზე მყოფი დედათა ავადობის შემთხვევების შიგა დეტალურ განხილვას, რეკომენდაციების შემუშავებას და დანერგვას თვითონ კლინიკის დონეზე. ეს არის უდიდესი გადადგმული ნაბიჯი წინ და რატო გეტყვით? იმიტომ რომ ამითი მოხდება ეგრეთ წოდებული ხარისხის დონის მკვეთრი მატება. იმიტომ რომ შეუძლებელია მე მოგეხსენებათ 30 წელიწადია მიანი ვარ და ბევრ საავადმყოფოში ვერ გავაკეთებდი ოპერაციას, იმიტომ კი არა რომ ჩემი პროფესიული, თქვათ, უნარჩვევა არ მყოფნის, იმიტომ რომ არ არის ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ამის შესაბამისად მოხდა დახარისხება და მიენიჭა დონეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორსულები აწი უფრო დაცულები იქნებიან, ვიდრე აქამდე იყო. დონეების მინიჭება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო გადასული არის ამ რეგიონალიზაციის სისტემით, სადაც უსაფრთხო დედობის პროგრამის შესრულება, საერთოდ დედათა და ბავშვთა დარგში თუ დადებითი ძვრები გვინდა, ეს არის ერთ-ერთი პირველი ეტაპი. ამით პაციენტის უფლებების დაცვა ხდება. ანუ განისაზღვრება პირველ რიგში პაციენტები თავისი სიმძიმის და თავის მდგომარეობის მიხედვით, რომელი დონის კლინიკაში უნდა იმშობიან. შესწავლა მოხდა პირველ რიგში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის გამორკვევით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ძალიან დეტალური აღწერის საფუძველზე. აი ამ აღწერის შედეგად მარტო ჩვენ დაწესებულებაში არა, მთელ საქართველოში დაწესებულებები დაჯგუფდა სხვადასხვა დონის დახმარების მიმწოდებლებას და დღევანდელი მდგომარეობით ღუდუშაურის ცენტრის პერინატალური დახმარების ქვედანაყოფს მიენიჭა მესამე დონის სერტიფიკატი. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაზე რთული შემთხვევები მოიმართება, როგორც ორსულობის განმავლობაში, ასევე მშობიარობის დროს, ასევე ლოგინობის ხანაში, ასევე ახალშობილთან მიმართებაში, ეს პათოლოგიური მშობიარობის შედეგად, ან თუნდაც ფიზიოლოგიური მშობიარობის შედეგად დაბადებული ამა თუ იმ დეფექტის მქონე ბავშვების, დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა.
ასეთი სტანდარტიზაცია დახმარებისა ქვეყანაში აუცილებლად მოიტანს უმთავრეს შედეგს და ეს შედეგი განპირობებული იქნება იმით, რომ თვითოულ პაციენტს ეს იქნება დედა თუ ახალშობილი, მისთვის საჭირო დახმარება გაეწევა ამისათვის მომართულ, ამისათვის გამართულ პირობებში, შესატყვისი კადრების მიერ და შესატყვისი ტექნიკური საშუალებებით, შესატყვისი მედიკამენტებით. აღარ მოხდება ისე, რომ ნაკლები შესაძლებლობის დაწესებულებაში რთული შემთხვევების მართვა დაიწყოს და შედეგით შესაბამისად ცუდი იყოს. მოგეხსენებათ, დედათა და ბავშვთა სიკვდილობა ყოველთვის იყო ქვეყნის და ეხლაც რჩება ჩვენი სახელმწიფოს ძირითად ჯანდაცვის ძირითად პრიორიტეტად. ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი ღონისძიება ჩატარდა ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიწვა ინიციატივა პერინატალური სამსახურების, ანუ პერინატალური სამსახურის მიმწოდებელი ორგანიზაციების დონეებად შეფასების. ამ დონეებად შეფასებაში იგულისხმება როგორც დაწესებულების ინფრასტრუქტურა, ასევე საკადრო საკითხები. ამ ეტაპზე ძირითადი დაწესებულებები, განსაკუთრებით თბილისის დაწესებულებები და რაიონებშიც შეფასებულია, მიენიჭა დონეები და შესაბამისად ჩვენი მოქალაქეები, ორსული ქალბატონები მიიღებენ თავისი დაავადების შესაბამის მომსახურებას ამ დონეების მიხედვით. რაც უფრო რთულია პათოლოგია, მით უფრო მეტ დახმარებას მოითხოვს ქალბატონი, შესაბამისად ესეთი ორსულები გადამესამართებიან მესამე დონის კლინიკებში. ეს დონეები არის პირველი, მეორე და მესამე დონის კლინიკები. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ორსული ქალბატონებისა და მომავალი ახალშობილების ჯანმრთელობის გაუმჯობესების